თქვენ უყურებთ TV პირველს, მე ეკა ჩხეიძე ვარ და პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღეს ჩემი სტუმარია ქალი, რომლის სახელიც ქართულ კინოსთან ასოცირდება. ასოცირდება როგორც სიღრმესთან, ასევე შინაგან სიმშვიდესთან. ქალი, რომელმაც საკუთარი ხელწერით შექმნა ფილმები, რომლებიც არა მხოლოდ ეკრანზე დარჩა, არამედ ჩვენი საერთო მეხსიერების ნაწილადაც იქცა. ნანა ჯანელიძეა დღეს ჩემი სტუმარი. მოგესალმებით, ნანა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტუმარი ხარ და ჩემს მაყურებელთან შესახვედრად დრო გამონახე. მადლობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მაყურებელს წინ დიდი სიამოვნებელი, ვიდრე საუბარს დავიწყებთ, მთის წყალი 0%-იანი ბრომატით უნდა შემოვთავაზოთ. ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი მინდა გითხრათ, ძალიან კარგად გამოიყურებით. ბევრჯერ გითქვამთ, რომ კინორეჟისორობა შემთხვევით გადაწყვეტეთ და ამ პროფესიაზე არასოდეს გიოცნებიათ. თუ არა რეჟისორი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ნანა ჯანელიძე? აი როგორ ფიქრობთ? არ ვიცი და არასოდეს არ ვუშვებ მაგებს. მოხდა, ალბათ ეს არ არის შემთხვევითობა საბოლოოდ. ანუ ის შემთხვევითობა, რომელიც თურმე არ არის შემთხვევითობა, რაღაცა კანონზომიერება არის. მაგრამ არ ვიცი მე გამომდოდი. არ მინდოდა ნამდვილად და არ იყო ეს ჩემი ოცნება და ეს ასე ვთქვათ მშობლებმა გადამიწყვიტეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ მშობლებს უნდა დაუჯერო ხანდახან. ამიტომ ხოთრე მშობლები ნეჩაერიონ ახალგაზრდა შვილების ცხოვრებაში. დაუჯერეს შვილებმა კი? დაეხმარო. იმ დროს ისეთი ასაკეროც არ იცი რა გინდა და საკმაოდ დიდხანს არ იცი რა გინდა, იმიტომ რომ თვალსაწერი არა გაგდიდი და არ იცი შენი პოტენცია და ამიტომ ძალიან სწორია, როცა მშობელი რაღაცა ტაქტიკურად დაგაკვალიანებს. დელიკატურად ხო დაგაკვალიანებს. სხვა საკითხია, რას დაკარგავდა ქართული კინო თქვენი სახით. ამაზე მაყურებელი იფიქრებს და იმსჯელებს. თქვენის მითხარით, თქვენ თვითონ რას დაკარგავდით, რომ არა კინო? იცი რა, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ეხლა რომ მოვდიოდი ვფიქრობდი რა შევიძინე მე და ძალიან დიდი ცოდნა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობისა და ფაქტიურად აი ჩვენი წინათაობა, აი ვინც იყო განსაკუთრებული ფაქტიურად ყველასთან მომიწეა ურთიერთობა მუშაობით. ეს იღბალი არის, მუშაობა არის განსაკუთრებული, ეს არ არის ესეთი საყელპური. აი მუშაობა კიდე სხვა გრადუსი არის ურთიერთობის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმოიდგინე ვერიკო ანჯაფარიძეს და ეს იყო უშუალოდ ჩემი ურთიერთობები და არა თქვათ თენგიზ აბულაძესთან ურთიერთობის სრულად დამოუკიდებლად საკუთარ ფილმებში. კახი, ავთო მახარაძე, ჯანო კახიძე, ვატო ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომელიც იავნანაში არის, როგორც აი ერთ კადრში არის, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ ყოფილიყო ოთარ მეღვინეთუხუცესი და დღეს ფიქრობდი, რომ მაინც ან მე როგორი თავხედი ვიყავი, ან ის როგორი კეთილშობილი იყო, რომ იცოდა, რომ ერთ კადრში მოდის, ერთი კადრისთვის მოდის, ამხელა ასკი ბუმბერაზე კაცი და მოვიდა და ის კადრი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ოთარით და მან ეს გააკეთა. ხო და აი ასეთ ადამიანს გია ყანჩელთან, რომელთანაც არის საინტერესო, რომ გია ყანჩელთან მივედი, რომ მას დაეწერა იავნანასთვის მივედი. და გია ყანჩელმა მითხრა, რომ ეს შენ უნდა გააკეთოს ჯანო. და კიდევ საოცარი რაღაცა მითხრა, ჯანოსთან მიხვალ და ეტყვი, რომ ორკესტრირება გააკეთოს ვატო. აი პირდაპირ რეცეპტი მომცა და ზუსტად ესე გამოვიდა, მივედი ბატონ ჯანოსთან, ჯანომ დაწერა საოცრება ეს იავნანა და მე ვატომ ჩაიგდო ეს ხელში და რაღაცა ჯადოქრობა ჩაიდინა, იმიტომ რომ ის იავნანა, რომელიც იყო ძალიან მარტივი და ძალიან საყვარელი უცებ გახდა რაღაცა სამყაროს მუსიკა. და თან ვატომ დაწერა კიდე საოცარი შობის გალობა, რომელიც მაშინ არ იწერებოდა. ეს იყო საბჭოთა დრო და შობის გალობები არ იწერებოდა და ვატომ დაწერა ფილმისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ მუშაობდი მათთან, აი ჯანო როგორ მისმენდა. წარმოიდგინე, მე ვიყავი პატარა, არაფერი არ მქონდა გაკეთებული და ჯანო როგორ აი პირდაპირ როგორ რა თქვა, მაძრობდა სიტყვებს, რა მინდოდა მე, რომ მას გაეგო რა უნდოდა. და ეს იყო საოცარი ესე იგი ურთიერთობა ამ მხრივ. ბედის წერის გჯერათ? იცი, ბედის წერაში არის ცოტა საგანგაშო. მე ვფიქრობ, რომ არის განგება, ხო, რომელიც უნდა გაიგონო. არ გვესმის ხოლმე, მაგრამ თუ რაღაცა მთავარია, რომ ის გააკეთო, რაც შენ
დაგავალეს რომ გააკეთო და ეს გაიგონო. ეს უნდა გაიგონო. როგორ ფიქრობთ? ის რომ თენგიზ აბულაძე ჯერ თქვენი პირველი პედაგოგი იყო და მე მისი ოჯახის წევრი გახდით. ეს არის ყოველთვის წერა. იცი რა, ალბათ ყველაფერი რასაკვირველია, ყველაფერი და ყველაფერი იყო შემთხვევითობაში გაბურული, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს არაფერი არ იყო შემთხვევითობა, თუნდაც ის რომ აღმოჩნდი ბატონ თენგიზთან და არა ლანასთან. თუმცა ლანა არის ჩვეულებრივი არის და დღემდე საოცარი ადამიანია, მაგრამ აი თენგიზთან რო აღმოჩნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ნატრის ხეზე გავიარე საოცარი სკოლა და ეს ბევრჯერ მომიყოლე და უკვე აღარ დაგხლით და მე ის რომ მონანიებაში ფაქტიურად მახსოვს რომ თითქმის შტურმით ავიღე რომ მონანიებაში მე მაინტერესებდა და როდესაც მომიყვა ეს სიუჟეტი ეს საოცრება იყო წაკითხული ქონდა ახალი მანდელშტამის მოგონები ნადეჟდა მანდელშტამის რომელსაც დახატა საბჭოთა კავშირის ცხოვრება გულაგს აქით ჩვენ ვიცოდით გულას იქით რა ხდებოდა და ეს იყო გულაგს აქით როგორც ცხოვრობდა ინტელიგენცია და მხატვრები და წერლები და პოეტები და ეს იყო ისეთი საზარელი რაც ჩვენ არ ვიცოდით იმ დრამას ხო გვიმალავდნენ ჩვენ და აი რომ დავიწყეთ აი ამის როგორც რაღაცა ძაფის რომ მოგცემ ძაფის ბოლოს და აი რომ და ახვიო და სადღაც მიხვიდე და ეს სამყარო სულად უცნობი იყო მაშინ ჩემთვის იმიტომ რომ ამაზე არავინ არ საუბრობდა ხო ტაბუდადებული არაფრით არ შეიძლებოდა და ეხლა როცა აი ახალგაზრდები კითხულობენ როგორ არ იცოდით არა ეს იყო ტაბუდადებული ამაზე ვინ იტყოდა სახში უფროსი რომ ბავშვს მე სკოლაში არ მეტანა ამბავი აი რაც ეხლა რუსეთში ხდება რომ ბავშვი რაღაცას თუ იტყოს უკვე მასწავლებელსაც იჭერენ მშობლები ყველას იჭერენ ხო აი ეს იყო საბჭოთა კავშირი და ეს ვისწავლე მე აი ამ ადამიანებთან ურთიერთობას როდესაც ჩვენ ვაგროვებდით მასალას იმ დროს იყო ქართული ავთენტური მასალა რასაც ხდება მონანიებაზე კიდევ ბევრს ვისაუბრებ მანამდე მინდა კითხოთ როგორ მოიხიბლეთ აი რა იყო ის რამაც კინო თქვენი ნაწილი გახადა წეგან თქვით რომ პირველი ფილმი იყო ნატრის ხე აი როგორ იხსენებთ აი ამ ფილმმა გადაწყვიტა თქვენი კინოში დარჩენის ბედი იცი რა არის ყოველი ფილმის დამთავრების შემდეგ სანამ ახალს დავიწყებ მე ვფიქრობ რომ ეს არ არის ეთყობა ჩემი საქმე და რაღაცა სხვა უნდა დავწერო ბრძოლა მიდის შინაგან ხო ძალიან რთული არის ჩემთვის ძალიან რთულია აი რაღაცის პოვნა თემის რომელიც მთლიანად შემძრავს და ნატრის ხე ესეთი აღმოჩნდა იმიტომ ნატრის ხეც სულაც ისეთ ჩავარდა მე მივდიოდი პირველი კურსის მერე და ნატრის ხე მომაბრუნა იმიტომ რომ ეს ისეთი სცენარი იყო და ისეთი ღრმა და ისეთი მრავალპლანიანი რომ აი ამან შემძრა მთლიანად აი მახსოვს ღამე გავათენე კითხვაში და ბევრი რაღაცა კომენტარები დავწერე და ნუ საოცრება იყო და აი ალბათ იდეა არის მთავარი ნუ ეხლა ამ შემთხვევაში ნატრის ხე იყო საოცარი სცენარი გაკეთებული გოგლა ლეონიძის მიხედვით რევაზინანიშვილის და თენგიზ აბულაძის და მე ბევრჯერ გადაკეთდა კიდე მიხედვით ამისა მაგრამ ეს იყო თვითონ ანდამატი აი ნამდვილი განძი და ამ განძმა უცებ დამანახა მაგრამ ალბათ რო არ ყოფილიყო თენგიზ აბულაძე აი ასეთი სისავსე რაღაცა მუშაობის ბედნიერების არ მგონია რომ სადმე მქონდა ეს იყო სულ დღესასწაული და თან იყო კატორღული შრომა მაგრამ ეს იყო ერთდროულად დღესასწაული თაროქსია მონებს ეს გადაგვერელია და ეს ადამიანი ამას ახერხებდა რომ ეს იყო ასკეტური ჩუმი შრომა მაგრამ სულ სიხარულში აი რაღაცა ესეთი ჰარმონიული ატმოსფერო შექმნა მარტო თენგიზ შეეძლო და მის გადაღებებზე იყო სიჩუმე და ყველა თავის საქმეს აკეთებდა და ყველა ბედნიერი იყო მას ნაყოფნით და ეს ფილმი ყველასი იყო. ანუ ყოველი ამბობდა რომ ეს ჩემი ფილმია, ესე იგი კოსტუმების შემნახველი ამბობდა რომ ეს ჩემი ფილმი. აი ეს იყო ესე ჩემი ფილმი ყველასთვის და ეს იყო მისი რაღაცა ჯადოქრობა მე მგონი. ეს ცალკე ნიჭია. ეს საოცარი ნიჭია, კი. რაც რეჟისორებს იშვიათად ახასიათებთ, იმიტომ რომ რეჟისორი მაინც პატარა დიქტატორია. ანუ მონანიებაზე მინდა ვილაპარაკოთ. ეს იყო ეპოქალური ფილმი, რომელმაც შეცვალა სამყარო. ფილმში ყველა ისტორია რეალური იყო, თუ გამძაფრებული იყო დიქტატურის უკეთ გადმოსაცემად. არა, ყველა იყო აბსოლუტურად რეალური და ამიტომ იყო დაუჯერებელი. დაუჯერებელი იყო, რომ ეს მართლა ხდებოდა. და მე თან დავიჯერეთ, რომ თუნდაც მართლა ხდებოდა და ეხაც ვიჯერებთ, რომ ეს მართლა ხდებოდა. აგერ გვერდზე ხდება, ჩვენს რეალობაში ხდება, ჯერ რუსეთში ხდებოდა, ეხლა რაღაცა შემოცოცდა ჩვენთან, ანუ ეს ყველაფერი.
და ეს მაშინ სრულიად ფანტასმაგორია იმიტომ იყო მე ეს ფორმა მოგონილი რომ არ ვიჯერებდეთ ჩვენ თვითონ მივხვდეთ რომ თენგიზი იმ ეპოქის იყო მაინც არა და მამამისი სუელოდა პატარა ჩემოდრინით დაჭერას ექიმი იყო მაგრამ მაინც დაუჯერებელი იყო 80-იან წლებში უკვე ეს ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 79-ში აი ეს იყო დაუჯერებელი რომ ეს ხდებოდა მიხოს იყო საბჭოთა კავშირი აი რა საოცრება საბჭოთა კავშირში ეს იყო უკვე დაუჯერებელი და დღეს თავისუფალ საქართველოში ეს ხდება ჩვენს მიწაზე ჩვენს ქალაქში ჩვენს ტროტუარებზე წარმოუდგენელი არის მონანიებამ ბევრი რამ გადაიტანა თვითონ ფილმმა ვიდრე მაყურებლამდე მივიდოდა მაშინ არსებობდა დაპატიმრებული ფილმები ასეთი იყო მონანიებაც ხო აი როგორ მოხდა მისი გათავისუფლება აი მის ისტორია რომ მომიყვეთ იცი რა ეს იყო რაღაცა საოცარი ერთობლივი მუშაობა ქართველების რუსების და რუსეთში მცხოვრები ინტელიგენტები ეს ახლა ჩამოვიდა ევგენი ევტუშენკო სხვა საქმეზე თბილისში უთხრეს რომ თენგის აქვს აი ესეთი ფილმი და იქნებ ნახა ეს ფილმი ჩვენთან სახლში მოვიდა იმიტომ ვიდეოზე ვაჩვენეთ და გაიტანა ამბავი რომ იქ არის საოცარი ფილმი და ეს ფილმი დასახსნელია და ის დაპატიმრებულია შემდეგ გამოაგზავნეს ანდრეი პლახოვი არის არაჩვეულებრივი კინომცოდნე და მაშინ იყო ახალგაზრდა კინომცოდნე რომელიც ამ რევოლუციური კომიტეტის რაღაც მდივანი იყო და ისიც მოვიდა და ნახა ფილმი და თქვა რომ ეს უნდა გადავარჩინოთ ეს ფილმი და მე იყო საოცრება რომ რეზო ჩხეიძემ რომელიც მიდიოდა მოსკოვში რომ თავისი ფილმისთვის მიეღო ლენინის ორდენი თუ ლენინის პრემია რა ერქვა აღარ მახსოვს მან თავისი ფილმის კოლოფეებში ჩაალაგა მონანიება და დააწერა მშობლიურ ჩემო მიწევ და კონტრაბანდით გაიტანა ფილმი საოცრება არის ეს რეზო ჩხეიძე აი რეჟისორმა სხვის ფილმს ამხელა რაღაც გაუკეთა და მაგიტომ ამბობ ეს იყო ყველას ერთობლივი მუშაობა და იქაც რუსები ეს ელემ კლიმოვის საოცარი რეჟისორი რომელიც იყო დაჭერილი დაპატიმრებული ფილმების კომისიის თავმჯდომარე იყო თან იყო კინემატოგრაფის და კავშირის თავმჯდომარე და ის ჩაკეტილ დარბაზში უყურებდა ამ დაპატიმრებულ ფილმებს და 5 კაცი დაისწრო მარტო ეს კომისიის წევრები მხოლოდ იცოდნენ რომ რაღაც ძალიან ისეთი ფილმი არის და რომ დამთავრდა ნუ დიდხანს იყო თურმე სიჩუმე ჩვენ არ ვესწრებოდით ამას და მე თქვა რომ მე ჩემი სიცოცხლის ფასად ამას გადავარჩენ აი ესეთი თავგანწირვა იყო ესეთი თავგანწირვით იბრძოდნენ იმ საბჭოთა მონსტრის წინააღმდეგ ერთეული ადამიანი აი ყველა ინტელიგენტი ადამიანი ეს იბრძოდა როგორ ფიქრობ როგორ დაუშვა მაშინდელმა საბჭოთა წყობამ ამ ფილმის საერთოდ გადაღების დაწყება. ეს იყო პირადად ედუარდ შევარდნაძის რისკი. და ედუარდ შევარდნაძის ჰქონდა რაღაცა საოცარი ინტუიცია ამ ხრივ, იმიტომ ბევრად ადრე დაიწყო ფილმი, მართლა ბრეჟნევის ეპოქაში დავიწყეთ ჩვენ სცენარის წერა და შემდეგ 4 თუ 5 გენსეკი ჩვენ ასე ვეძახდით. გამოიცვალა, კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი. გარდაიცვალა ბრეჟნევი, მერე იყო ანდროპოვი, მერე იყო ჩერნენკო, მერე კიდე ვიღაცა იყო, აღარ მახსოვს. ჩქარა რო იხოცებოდნენ. და ჩვენ ვცვლიდით ფილმის ეპიგრაფად ქონდა გამოტანილი რაღაცა მოგონილი სიტყვები, ვითომ ბრეჟნევმა თქვა, მერე ვითომ ჩერნენკომ თქვა, მერე მოკლედ ეს იყო ნამდვილი ესე იგი ამენწურა. მაგრამ ეს სცენარი არასოდეს არ მოხდა მოსკოვში, მაგრამ მოსკოვში მოხვედრილი იყო ეს სცენარი, ყველას დაგვიჭერდნენ ასე ვთქვათ. არა, მოიფიქრა რეზო ჩხეიძემ, ედუარდ შევარდნაძემ, რომ ეს ფილმი ყოფილიყო საქართველოს დაფინანსებით, გაკეთდა როგორც საქართველოს ტელევიზიის, საქტელერადიოს პროდუქტი, რომლის 1-2 საათს აფინანსებდა საქართველოს. ამიტომ ის არ ისინჯებოდა მოსკოვის ცენზურის მიერ და აი ესე გაიპარა. ამიტომ ყველა რეჟიმში არიან თავდადებული ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც თან რეჟიმსაც ემსახურებიან, თან კარგ საქმეებსაც აკეთებენ. მე მახსოვს, როგორ გამიკვირდა, როდესაც კახი მიამბო მამამისის ისტორია, აი ფილმში არის ეს, რომ მამამისი გაიყვანეს დასახრეტად. და ოფიცერმა ჩამოიარა, რომ საბუთები ჩამოერთვა და ნახა სურათი. გერმანელები კომუნისტებს საგანგებოდ ეძებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. როდესაც მამაჩემი დაინახეს, ჩათვალეს, რომ ესეც პოლიტიკური ხელმძღვანელიაო და დასახრეტებთან ერთად გაიყვანეს. შემდეგ ოფიცერს მოახსენეს, რომ აი ესენი სიკვდილმისჯილნი არიანო. ოფიცერმა ყველას საბუთები ჩამოართვა, მამაჩემსაც გამოართვა და როდესაც საბუთებში აი ეს სურათი ნახა, შეეკითხა.
ვინ არიან ესე? ჩემ ცოლ-შვილია უპასუხა მამაჩემ. თხას უყურა სურათს. მიუბრუნდა თავის ქვეშევრდოს და უთხრა. ეს კაცი კომუნისტი არ არის. კომუნისტ არ შეიძლება ასეთ ცოლ-შვილი ჰყავდეს. მისა მამაჩემ სამითი უბრუნდა და წავიდა. აი ესე გადაარჩინა ამ სურათმა მამაჩემი დახვდეს. კახი არის 6 წლის სიმსურავე, მის იმერი არის 4 წლის და ეს დედა არაჩვეულებრივ ლამაზი ქალი. ამიტომ ყველგან არსებობს სიკეთე და ყველა დემონში მაინც არის რაღაც. ამიტომ ჩვენი დავალება ეს არის ალბათ, იმიტომ რომ აი ეს ადამიანი ამოვსარდოთ. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იყო იმ რეჟიმის მსახური და არ იყო ჩვეულებრივი მსახური, ის იყო მაღალი რანგის, მაღალი წონის, მაღალი გავლენის პოლიტიკოსი, რაში დაჭირდა? საერთოდ საბჭოთა პერიოდში მიღებული იყო, რომ უკვე ბოლო წლებში, თუნდაც სტალინზე ახლა 16 ჯერ აქ ნანახი თეთრი გვარდია, ხო? რაღაცა მაშინ აი ესეთი მოდა იყო, ხელოვნება მათ უნდა ყварებოდათ. აი ასეთი ტრენდი იყო. ეხლა ასე არ არის, ხო? ეხლა არ დადიან თიაჩი, მეგონი ჩვენი ხელისუფლების ისინი წარმომადგენელი. მას უყვარდა ნამდვილად, იმიტომ კითხულობდა ყველაფერს, მახსოვს რაღაცა მწერალთა კავშირი იყო და ოთარ ჭილაძეს მერტა, ოთარ შენ რომ გიწერია, აი ასეთი ურთიერთობა ჰქონდა, ძალიან ჩართული იყო. და გარდა ამისა, უცნაური რაღაცა ჭირდათ ამ კომუნისტებს. ისინი იყვნენ პატრიოტები. ანუ აი ამ კომუნისტური საფარის ქვეშ ისინი რეალური პატრიოტები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ რომ კარგი რაღაცა გაეკეთებინათ ქვეყნისთვის. ეხლა აი ეს ძალიან არაპოპულარულად ჟღერს, იმიტომ რომ ჩვენ მივეჩვიოთ რომ აუცილებლად უნდა ვაგინოთ ყველაფერი რაც იყო მაშინ. ასე არ არის. ეს ძალიან შავთეთრად უნდა უყურებდე ცხოვრებას, რომ თქვა რომ იქ ყველაფერი საშნელება იყო და ეხლა ყველაფერი კარგი არის. აი ჩვენ ახლა ვცხოვრობ თავისუფალ საქართველოში და რა ხდება ჩვენს ირგვლივ. ასე რომ ისე არ არის რომ წყობა განსაზღვრობს რამეს. ცხეთიშორის თუ გახსოვს არაჩვეულებრივი ფილმი ოთარ იოსელიანის, სადაც არის სხვადასხვა წყობაში და ბოლოს მოვდივართ საბჭოთა პერიოდამდე. ყველა წყობაში არის ცუდი ადამიანები, რომლებიც ყველა არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ეს ყოველთვის ხდება და ეს არის ფაქტურად ჩვენი განვითარების ეპიზოდები, ხო, არის ყოველთვის. ამიტომ აი ეს ლაპარაკი რომ როგორ იმ რეჟიმში, ყველა რეჟიმში არიან წესიერი ადამიანები და უწესოები და არიან ასევე პატრიოტები და არაპატრიოტები. ანა, როგორ ფიქრობთ, მონანიება ფილმი უფრო წარსულის გააზრებაზეა თუ მომავლის გაფრთხილებაზე? იცი რა არის, ეს იყო ჩაფიქრებული საკვირველი როგორც ესე, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა რომ ჩვენ ფილმი გადავიღეთ მომავალზე. გაფრთხილებაზე არა, მომავალზე, იმიტომ რომ რაღაცა უცნაურად დატრიალდა ეს ყველაფერი. და სხვადასხვა რამდენჯერაც რაღაცაც ჩვენთან დიდი პოლიტიკური ძვრები იყო, აი ამ პოლიტიკური ძვრების დროს უცებ აქტუალური ხდებოდა მონანიება და უცებ მახსოვს რომ რატომაც ისე ხდებოდა რომ უშვებდნენ ტელევიზიით და მე რეკავდნენ და ამბობდნენ რომ ეხლა რაღაცა სხვანაირად ხო. ამიტომ ეს ეტყობა მარადიული პრობლემა არის. ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი ნაწილია თქვენთვის პირადად ფილმიდან? მე ვარლამის ეპიზოდები მიყვარს, იმიტომ რომ ავთო იქ ისე ასხივებს და ისეთი ენერგია არის და ისეთი ნიჭი მოდის იმ მთელი ამ ძველი ამბებიდან, რომ ეს ძალიან მიყვარს. თუმცა საოცრება არის ეს მერაბის სცენაც, აი, შესაძაც ყალხზე დადგება და ოჯახს რომ აუჯანყდება. მე რაში მადანაშაულად. თვით სასამართლო მოითხოვა, მაგ ყაჩაღის საავადმყოფოში მოთავსება, მე ხომ არ მომითხოვია. გიჟის ადგილი საგიჯაჩია, შარეკილის გარდა ვინ ამოწყდის მკვდარ საფლავი? არ არის ის კალი გიჟი, არა. არ დამნაშავე არ არის. ანკელოზია. აბელ. თუ არ მოგბესდათ სამდენი გაუთავებელი ტყუილები. როდემდე აპირებთ ამ ტყუილები თავის დამშვიდებას, როდემდე? გამაგებინე რა გინდა ჩემგან? იმ თახსივით გამო ბაბუა საფლავიდან ამოვაკლა. მინდა. ვეღარ ვიტან აქაურობას, ვეღარ უძლებ ამდენ სიცრუეს. თორნიკე დაწნარდი. დამანებე თავი. თუ არაფრის არ წვენია და არავის არ გერიდებათ. რონ ტკბილად იცხოვროთ. რონ თქვენს კეთილდღეობას ნამცეცი არ მოაკლოთ და მზად ხართ. დანაშაულოდ დამნაშავედ გამოაცხადოთ. ჭკვიანი გიჟად შერაცხოთ. თუ არაფერი წმინდა არ არსებობს თქვენთვის, ნუ თუ სინდისიც არ გაწუხებთ.
აი ბაბუას იგი აწუხებდა. იცი რა სტანჯავდა ბოლოს სინდისის. მაგათ მინდა გველი სიცილო. ეგონა ბუნკერში დაემალებოდა საკუთარ თავს. თორნიკე გაჩუმდი, თორნიკე. დამანებე თავი. ვერ გიტანთ. ვერავის ვერ გიტანთ. სახლი კი არა. კუბოა, კუბო. მაგათ მინდა შენი დაძაბა ან მეჭენი. აი, შენ კაცი არ ყოფილიყო. აბე. ეს ხოთიშორის ჩვენ ახლა აი ამის წინაშე ვართ და ხშირად მიფიქრია რომ როგორ არ ფიქრობენ რომ ახლა ისინი ახალგაზრდა თაობას ღუპავენ მაგრამ თუ გაიხსენებთ მითოლოგიას ყოველთვის ჭამს მამა შვილს რომ თვითონ იყოს გამეფებული ამიტომ სანამ არ გამოჩნდება ვიღაცა გმირი მისი შვილი ვინც მას დაამარცხებს მამა წირავს შვილს სამწუხაროდ ესეა როგორც რეჟისორს ყველაზე საინტერესო პერსონაჟი რომელი ყავთ? მონანიებაში არა ნუ ავთოს მეგონი ავთო ამ ხრივ წარუშლელი არის თავისი მრავალფეროვნებით თავისი ჯამბაზობით თავისი მაქციობით თავისი ტყუილებით და მართალით და თავისი საცუდავი სიკვდილითაც ამიტომ ფაქტობრივად ავთოს ამ ტირანის იგლუს ტრიალებს ყველაფერი რომ ყოველ სამკაცში 4 მტერია. დიახ, ნუ გიგვერთ. ერთ მტერი ერთ მოყარეს აღემატება რაოდენობით ეს ყოველთვის ასე იყო ასეა დღესაც. ძნელია თვალთმაქცი და მელაკუდა მტრის გამოცნობა, მაგრამ ეს აუცილებელია. ბატონებო! სამშობლო! სამცხენშია! და ერთ მუსტად საკრული ჩვენი ხალხი! იქცაცი ჩინურ კეთლად, რომლის გადალახვანდრისათვის დაუძლებელი იქნება. რადგან ჩინური კედელი ბახსენე, ერთი ჩინური სიბრძნეც მინდა მოგახსენო. კონფუცი ამბობდა, ძნელია დაიჭირო კატა ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი იქ არ იმყოფება. რასაკვირველია ძალზე ძნელია მოცანა დგას ჩვენს წინაშე, მაგრამ ჩვენთვის დაუძლებელი არაფერია. დავიჭერთ გადასმნელ ოთახში. მაშინაც კი როდესაც იგი იქ არ იქნება. ავთო როგორც აბელი თუ ავთო როგორც ვარლამი? არა, ავთო როგორც ვარლამი, იმიტომ რომ აბელი არის უნიჭო და ვარლამი არის ნიჭიერი და ეს ასე იყო ჩაფიქრებული. ხოთიშორის ვარლამი დაწერილი იყო რამოს ჩხიკვაძისთვის. კაი რა. და უბრალოდ მის ტემპერამენტზე იყო დაწერილი. და მე ავთომ თამაშა არც უსინჯია თენგის რამაზი მაგრამ აი რამას ხო ქონდა ეს რაღაცა სისტრაფეს რაღაცა ესეთი აი ცეცხლი ეს იყო რამაზიდან იყო ნაკარნახები ეს რამაზიც მოუხდებოდა მაგრამ ავთო იყო შედევრი მაშინ ამბობდნენ რომ პროცესი უკვე ჩავლილი იყო და ფილმი შეიძლებოდა აერში ყოფილიყო თუმცა დრო მაჩვენა რომ არაფერი დასრულებულა არაფერი დასრულებულა და ყველაფერი კარგად იქნება მაინც. ყველაფერი კარგად იქნება მაინც. მაინც ამოვთხრით. კი, ზუსტად. წარმოიდგენდით რომ აი ეს დრო დადგებოდა და სხვა თაობებსაც მოუწევდათ ვარლამის წინააღმდეგ ბრძოლა. იცი რა, დასაკვირველი ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რო დავაკვირდეთ, ხო, პრინციპში აღმოჩნდა რომ ჩვენ რაღაც ძალიან ბევრი უზნეობა დაგროვდა რა ამ ქვეყანაში და უზნეობას თუ არ შეებრძოლე ის მერე აი ესე დაგახჭობს რა დღეშიც ახლა ჩვენ აღმოჩნდით. ჩვენ ახლა აღმოჩნდით ტოტალური უზნეობის ტყვეობაში. ეს არ არის მარტო ტირანი, ეს არის რაღაცა საშინელი უზნეობა, რომელიც ყველგან რაღაცა იმასავით არის კიბოსავით გავრცელდა და მოედო მთელ ქვეყანას, არა რასაც ჩვენ ვუყურებთ. ამიტომ ალბათ ჩვენ ისევ რაღაცა იმ ვარლამ არავითარ მუდმივი მოვლენაა. ხო, ალბათ ეგრე არის. ალბათ ეგრეა. წარე რეალობა. ხო.
თორე რეალობა. მონანიება თქვენთვის არის ფილმი, რომელზეც თქვენი მუშაობთ და იშრომეთ, თუ უყურებთ როგორც რაღაც ეპოქალურს? არა. მონანიებას როცა მუშაობდით, მაშინ ძალიან იყო ესეთი ფრაზა, ეხა რა რუსულად იყო გლასნეს საჯაროობა ალბათ, ხო? და ჩვენ მაშინ გულობყოლოდ გვჯეროდა, რომ თავარია ითქვას პრობლემაზე, ხმამაღლა ილაპარაკავდა, ის აუცილებლად ესე იგი დაკარგავს თავის ძალას ეს ბოროტება. მაშინ ესე გვჯეროდა. გულობყოლოდ ალბათ. აი მე მახსოვს მე ძალიან პატარა ვიყავი, რომ დავიწყე და ფაქტიურად გამოვიდა, რომ აი მაშინ იყო ეს 78 წლის ენის ამბები. მახსოვს როგორ იყო თამრიკო ჩხეიძე და მისი მეგობრები ჩასვეს ციხეში და ესენი იყვნენ აი ესე უცებ გამოვლენილი გმირები ჩვენს ახლოს და ჩვენ უცებ ვაკეთებდით ამ ფილმს. მე მაგალითად მქონდა რწმენა რომ ეს თაროსთვის კეთდება, ეს არასდროს არ გამოვა, მაგრამ ეს უნდა იყოს შექმნილი, იმიტომ რომ ეს აუცილებლად უნდა ითქვას და მე ის თვითონ იპოვნის თავის გზას და ფაქტიურად ახლა ესე გამოვიდა, დიდი ხნით არ დაიდო თაროზე, 10 წელი არ გავიდა, 2 წელი იყო, მაგრამ აი თამრიკოს გმირობა მახსოვს რომ რაღაცა ჩვენთვის იყო, ნუ ჩემი თაობის, ალბათ ან ჩემთვის პირადად იყო ძალიან კარგი მაგალითი ზნეობრივი გმირის. მაგრამ ეხლა რამდენი გვყავს? ეს უზარმაზარი ძალა, ეხლა ჩვენ ვერ ვაფასებთ. ესენი ხო ანათებენ და შთამაგონებლები არიან რა, თავისი არსით ეს ბიჭები, ეს საოცარი, ეს მზია ამახლობელი. ეს ხო ჩვენ ფაქტურად აგვამახლებს რა თავისი ამ თავგანწირვით. თავგანწირვა თუ არ არის ერში ის იღუპება და აი ჩვენ აღმოვჩნდით სრულად უცნობი ადამიანების თავგანწირვის წინაშე. იცი რაღაცა სიმბოლო არის რა მზია ყველა. ამაღლობელი სტულად არ არის ყველა გვარი ამაღლობელი, ამაღლებულია. და მან რაღაცა თითქოს აი გაერთიანა ისინი ესმენს არ იცნობენ. არც კი იციან რა გავლენა აქვთ ერთმანეთზე და რა გავლენა აქვთ ჩვენზე, მათ ხომ არ იციან. და ძალიან დიდი გავლენა არის და ეს ის არის რაც ეხლა ჩვენ გვზრდის და აუცილებლად უნდა ეს ალბათ მოუყვეთ ბავშვებს რომ ისინი აღიზარდონ აი ამ მშვენიერ მაგალითებზე. ანუ ეს არის ჩვენი მშვენიერება ახლა ჩვენი ერის მშვენიერება აი ეს ადამიანები ვინც ახლა არიან საკნებში. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავიო ამბობთ. ისტორიები რომლებიც თქვენ თვალწინ ცოცხლდებოდა პიროვნულად თქვენზე ახდენდა გავლენას? ალბათ ახდენდა. იცი რა არის ეს ყველაფერი აი რაღაცნაირად მე მქონდა ის რომ ეს უნდა გადმომეცა და ეს უნდა დაგვეჭირა. ანუ ეს ისტორიები ხა ჩემთვის იყო პირდაპირ დიდი რაღაცა მასალა იყო უფრო ალბათ. მასალა რომელიც სიტყვებში მე უნდა გადამეტანა იმიტომ ისინი ჩვენ გვიყვებოდნენ მე მოვდიოდი სახლში ამას წერდი და მე ეს უნდა გადამექცია ეპიზოდად. მე ეს მიდიოდა თენგისთან და აი ესეთი იყო ამიტომ არ ვიცი პიროვნულად ალბათ არა. ეს იყო რომ უნდა ის ფორმა მიგეცა რომ ეს ყოფილიყო ისეთივე ძლიერი როგორც როცა გვიყვებოდნენ ხო ეს ამოთხრის მიცვალებულის ამოთხრის ისტორიაც მაგრამ ამ მოთხრის როგორი იყო იცი რომ ეს მართლა რეალურად მოხდა სადღაც ხო სამეგრელოში თუ სადღაც ხო ეს ისტორია მოხდა მაგრამ ეს აღმოჩნდა ასე ვთქვათ როგორ გითხრა აი ის პატარა ანეკდოტებით რომლის ირგვლივ მე დაიწყო დაქსოვა აი ამ უამრავმა ნამდვილმა ისტორიამ და ამაში შევიდა. ანუ ეს მე მახსოვს მარიკამ თქვა ლორდ კიფანიძემ რომ მთელი ეპოქა ერთ მუჭში არისო დაჭერილი ანუ წარსული აწყო და მომავალი. ფაქტობრივად ეს არის ხო ფილმი. და მე ეს ისტორიები იყო ნუ გვიყვებოდნენ ასაკოვანი ქალბატონები ამ ისტორიებს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ გადარჩენილები, გულაგ გამოვლილები, მაგრამ გადარჩენილები და კაცები დახრეტილები. ქალების მეხსიერება კიდე სხვა რამე არის. ქალების მოტანილი სიცოცხლე, ქალებმა შეინახეს სიცოცხლე და სხვათა შორის აი ეხლა როდესაც 90-იან წლები იყო საქართველოში, ქალებმა გადაარჩინეს ფაქტიურად ქვეყანა ომის შემდეგ სისხლდაცილი შეურაცხყოფილი, რაღაცა შეგინებული გახდა ხო საქართველო. ეხლაც ემიგრანტი ქალები ინახავენ ქვეყანას ხო? მაგას ვამბობ, რომ ქალი აღმოჩნდა გამწევი უღელის. საშინელება ეს არ არის კარგი. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ასე არის და ქალმა იტვირთა ეს. როგორია როცა თენგიზაბულასთან ერთად მუშაობ? ეს არის სიმშვიდის გარანტია, პასუხისგებლობა, ნდობა, გამართლება თუ რა არის? ყველაფერი ერთად. ალბათ ყველაფერი ერთად და ის ძალიან აფასებდა დიდ ერთგულებას საქმისადმი. აი თუ რაღაც არ იყო ერთგული საქმისადმი, ის იკვეთებოდა.
პირდაპირ იკვეთებოდა ჯგუფიდან. ამიტომ მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო ის, ვინც საქმისადმი იყო ერთგული და იყო ანთებული ამ იდეით. აი ეს ამიტომ ეს ძალიან კრავდა გუნდს. ისეთი ვერ ჩერდებოდა მასთან. ანუ იქ ისეთი გრადუსი იყო მუშაობის, ასე ვთქვათ, თავმდაბალი მუშაობის. ისეთი გრადუსი იყო, რომ იქ სხვა ვერ ძლევდა და იფანტაზებდა. ეს პასუხისგებლობაც ალბათ, რომ ის ნდობა გაუმართლო მე. არ ფიქრობ ამაზე. მაგრამ ეს მუშაობა არის. და თან მას ქონდა საოცარი უნარი, რომ დაეგდო ყური და რაც მოსწონდა, ამას გამოხატავდა. და ამბობდა, რომ აი ეს ნანა მოიტანა, ეს გია მოყვა. ანუ ეს უფასდებოდა, ეს დაფასებული იყო. ამიტომ ეს იყო დიდი ბედნიერება, რომ მას რაღაცა მოეწონებოდა და мотивация მეტი იყო, რა თქმა უნდა, ხო. და სხვათა შორის მახსოვს ოთარმა თქვა მეღუნე თუ ხუცესმა, რომ ჩვენ ყველამ ჩვენი საუკეთესო როლები კინოში თენგისთან შევასრულეთო და აი როგორც მუშაობდა ის მსახიობთა, ეს კიდე საერთოდ ცალკე თემა იყო, იმიტომ რომ არასოდეს არ როგორ ვთქვა, არ უმურღავდა twins მსახიობს. აი რაღაცნაირად ისე ეტყოდა და შეიძლება ძალიან დიდხანს გარიყვან ერთად ჩუმად. მაგრამ იქ რაღაცა იწყებდა აი ცირკულაციას, არ ვიცი, რაღაცა ტალღები. და ისინი ერთი იდეით თუ ერთი ვნებით იყვნენ შეყობლები და მე ხდებოდა საოცრება და რა ბედნიერება. ხო, ეს მართლა ბედნიერება იყო და თან ამას უნდა დაუმატოთ, რომ იყო ყოველთვის აღტაცებული. და ეს აღტაცება მსახიობს პირდაპირ არ ვიცი, აი ისეთ აღმოფრენას მატებდა, რომ არ ეზარებოდათ 10 ვარიანტის გაკეთება. ახლა ავთოსთან როცა მუშაობდით, 3 ვერსია გვაქვს ყველა იმ დიდი სცენის და გადაღებული და ანუ 3 გადაწყვეტა, ის კი არა რომ 3 დუბლი, 3 გადაწყვეტა სრულად განსხვავებული გადაწყვეტები. იმიტომ რომ არ გეზარებოდა მას. ეს იყო რაღაცა აფრენა ერთად. და აი მას ახერხებდა და ეს იყო რაღაცა საოცარი უნარი. და თან მთელი ჯგუფი ყავდა, ესე მაგნეტიზირებული ალბათ. ნუ ახლა ლომერის და თენგიზის მუშაობა, ლომერ ახვლედიანის. ეს იყო რაღაცა ერთი სხეული და საოცარი დამოკიდებულება. აი შეიძლება ითქვას, როგორი მამაკაცური მეგობრობის, პროფესიონალური მეგობრობის მაგალითი იყო. მისი და მიშა აგრანოვიჩის, რომელმაც მე მონანება გადაიღო. ამიტომ ეს რაღაცა მაგალითი ზნეობრივი, რა ვიცი, შემოქმედის, აი შეიძლება ასე თქვას, იმიტომ რომ ძალიან რთულია მუშაობაში არ დაარღვიო რაღაცა საზღვრები. ძალიან ადვილად ვარღვევთ ადამიანები ამ საზღვრებს და არასოდეს ის არ არღვევთ ამაზე, ძალიან აქცენტი ყურადღებას სხვასაც არ დაერღვია. როგორი დეფიციტია ახლა ეგ და როგორი შესაძლოა? ხო, იცი რა თემურიც ესეთი იყო. ხო შეიძლება ხა მოუყვერა რამისა. ერთხელ ვიფრინეთ ერთად მოსკოვიდან და საუბრობდით და ამბობდა რომ კინო რაღაც ის იყო, კინოში მეტი ახალი რეჟისორი გაჩნდებოდა თეატრში. და მაშინ მითხრა რომ ძალიან უჭირთ რეჟისორებს მსახიობებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანები არიან მსახიობები და ძალიან გრძნობენ რეჟისორი ნაღდია თუ არა, იცის თუ არა, ეშინია თუ არა. და ამიტომ არის ნაკლები რეჟისორი ხეთ ახალგაზრდა რეჟისორი წამოსული ვიდრე კინოში. კინოში იმალები, კადრია, გაჭრი, გამოჭრი, მონტაჟია. აი კიდე მსახიობთან გაქვს და იმის წინ პასუხი უნდა აგო. ძალიან რთულია, ხა მე მიმუშავია მე თეატრში და სულ სხვა სფერო არის და აი რაღაცა ბატონი თემურც ეგეთი ზნეობის ადამიანი იყო, რომ ძალიან გრძნობდა და იქაც ვერაფერს ვერ დაარღვევდა რა. რაღაცა კედლებს აშენებდა ისე რომ არის ღვეოდა. ის ესე მარტივად და მშვიდად გაწოდებდა. კი, ძალიან. ბატონ თენგისთან ხშირად კამათობდით. ხო, ალბათ კამათი არ იყო, უფრო იყო რაღაცა ის რომ არ გეტყოდა რომ უირა კარგია და გრძნობდი რომ ესე იგი რაღაცა გასაკეთებელი არის. ხო და ისე, აი მახსოვს ესეც მithქვამს რომ ვარლამის სტუმრობა, როდესაც არის სანდრო ბარათელთან 22-ჯერ დავწერე ამ სხვადასხვა ვერსია იმ სცენის, იმიტომ რაღაცა ბოლომდე არ იყო. და აი ეს 22-ჯერ მახსოვს 22 ხან ასეთი და საბოლოოდ მოხდა ისეთი როგორც არის. ამიტომ ეს არ არის რაღაცა კარგია, ეს კამათი კი არ არის, არის ერთად მუშაობა. თენგიზ აბულაძეს არ უნდოდა თქვენი გაშვება მისგან დამოუკიდებლად. ხო, ნამდვილად. კი, ნამდვილად. თქვენ გაეკეცით? კი, გავეკეცი, კი, აუცილებლად უნდა გაიქცე მე. რაც არ უნდა კარგი იყოს, ბოლოს უნდა გაიქცე. და იყო პირველი დამოუკიდებელი ოჯახი, ხო? ოჯახი, რომელიც სულად სხვა იყო და ესეთი ის იყო რა განრისხებული, დედაჩემს დაურეკა და უთხრა რომ
როგორ იმ ფილმის მერე ეს როგორ უნდა გადაიღოსო? კაი რა. ხო, მაგრამ მე იეჭვიანა. იეჭვიანა, ხო, ნუ აუცილებელია ხე ეჭვიანობაც. არა, მაგრამ მე რომ ნახა ძალიან მოეწონა. არა, პერიტკენ არ გესმით. ნუ ხა იქ ვერიკო ისეთი იყო, ოჯახში და ისეთი უჩვეულო და საყვარელი და მოულოდნელი, რომ თვითონაც გაუკვირდა ვერიკოს, რომ ნახა მითხრა, რომ რუსლანთან надо было больше конговать. ესე იგი მეტი კომედიურობა უნდა შემეტანაო. ნუ საოცარი იყო ვერიკოც, რასაკვირველია. კი, რა თქმა უნდა. რთული იყო მონანიების შემდეგ ახალ პროექტზე მუშაობა. არა, იმიტომ რომ მე მეჩვენებოდა, რომ ავთო და თენგიზი ჩატკბდნენ და მონანიების ტრიუმფში და ძალიან არ მომწონდა. ამიტომ სასწრაფოდ გადავხდი ნავიდან და დავიწყე ოჯახზე მუშაობა და ეს ძალიან კარგი იყო. სრულიად სხვა ჟანრი, ძალიან ჩვეულებრივი, სრულიად სხვა ხერხებით, მარტივი, ერთ ბინაში ჩაკეტილი და ამდენი მსახიობი ქალი და ვერიკო. და ყველა არაჩვეულებრივი, ყველა ვარსკვლავი იყო, თან ლია ელიავა, ლიკა, კავშარაძე, სრულიად სხვა ამპლუაში, ამიტომ არა, ძალიან კარგი იყო. ძალიან გაგიმართლა სხვათა შორის. ალბათ. აი დიდ კორიფეებთან თანამშრომლობაში. კი. და სხვათა შორის აი სუფიქობდი რა არის მათი დამახასიათებელი ამ დიდი კორიფეების. ძალიან თავდაბლები არიან შრომაში, მუშაობაში. უკიდურესად თავდაბალი. და საოცარი უნარი აქვთ მოსმენის. აი ყველას ვერიკო, რომელიც იყო 84 წლის და მე ვიყავი რაღაცა 28 ალბათ. და ნუ მიყურებდა როგორც რაღაცა არ ვიცი წიწილას, მაგრამ რომ მოვიდა იქა. მანამდე ხო ვეხვეწებოდიო, წამოდით და არა და დაიწიმნე უმირეც მეუბნებოდა. მოკლედ აი ესეთი ის ქონდა რა, ამაღლებულად კვდებოდა ვერიკო. მე სოფიკომ თქვა მოიტანე კოსტუმი და აი კოსტუმი რო ჩაიცვა. ვერიკო უცებ გახდა არტისტი და მასხარა და კლოუნი. აი კლოუნი უცებ გამოიარა ჯიბეში ჩაიწყო ხელები. და რომ მოვიდა ეს იყო საოცრება, როგორ მიყურებდა, დუბსო გადაიღებდა. მომეწონა შეფასება აინტერესებდა ხო? მომეწონა თუ არა და როდესაც შემატყო რაღაცა ძალიან არ მომეწონა პირველივე დუბლი, აი ესე გამომიყვანა და მითხრა რომ იცოდე რომ კინოში მთავარი რეჟისორია. თეატრში მსახიობი აკეთებს ყველაფერს და კინოში რეჟისორი. რა არ მოგეწონა? და რაღაცა ავუხსენი და წავიდა მე. ასე რომ აი რა ეს იყო რომ აუცილებლად გისმენს. ხო, ეს ამბიცია არა, რომ მე როგორ უნდა მასწავლოს ვიღაცა. არა. ხო. თუ დიდი ხარ არა გაქვს ეს ამბიცია. თუ მართლა დიდი ხარ, თუ მართლა, იმიტომ რომ შენ იქიდან უნდა აიღო, რომ მე შენი მოქსოვო, არა ის მარცვალი იქიდან უნდა აიღო. და ასეთი იყო ყველა, ასეთი იყო კახი, ასეთი იყო ავთო, ასეთი იყო ჯანო, ასეთი იყო გია ყანჩელის კი რომელიც იქ გამაგზავნა. ნუ ვერიკო, სესილია რომელიც საოცრება იყო ასევე. მოკლედ დიდი კორიფე არის თავდაბალი მშრომელი. აი როგორიც აი მუშასავით შრომობს და არაფრის არ ერიდება და არ ცხვენია. რა თქმა უნდა. აი რეჟისორს რა უნდა კონდეს აი მთავარი თვისება? იცი რა, მე მგონია რომ ჯერთი არ უნდა ერიდებოდეს სხვების მოსმენა. ძალიან მნიშვნელოვანია. არ იყო მარტო შენ იმაზე, შენ კი უნდა კონდეს რაღაცა მოძებნელი მთავარი, მაგრამ არ უნდა ჩაიკეტო და ყველასადმი ღია უნდა იყო, რომ რაღაც არ დაკარგო, ოქროს მარცვალი. ოქროს მარცვლები ყრია, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ და აი ის უნდა აიღო აუცილებლად და არ უნდა გაუშვა ის, თორე დაგეკარგება. მაგრამ თავარია რომ ალბათ სათქმელი უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ჩვენ არ ვიცით მკაფიოდ საუბარიც კი. აი დააკვირდეთ როგორ ცუდად საუბრობთ ქართველებმა, არ ვიცით კარგი საუბარი, მკაფიოდ აზრის ჩამოყალიბება. რეჟისორი არის მკაფიოდ აზრის ჩამოყალიბება და ამ აზრისთვის ზუსტი ფორმის მიცემა, სხვა არაფერი ხო? მარტივი ფორმულა.
ვინ არის ადამიანის საუკეთესო მასწავლებელი? პიროვნებები, რომლებსაც ცხოვრების გზაზე ხვდება, თვითონ ცხოვრება, თუ საკუთარი თავი. იცი რა, ალბათ საუკეთესო მასწავლებელი არის საკუთარი მზაობა, რომ იყო მოწაფე. თუ შენ მოწაფე ხარ, აი შინაგან მოწაფე თუ ხარ. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი ყოველთვის მოვა და ყველაფერი არის მასწავლებელი. თავი შენ იყო მოწაფე და არ იფიქრო ხარ მასწავლებელი. ამიტომ საუკეთესო მასწავლებელი არის საკუთარი მოწაფეობა. ფილმი იავნანამ რა ქონია? მე ვერ მოვხვდი მაგ ფილმში. ვერ მოხვდი. ვერ მოვხვდი, ხო, მე უნდა მეთამაშა. ლეკი დედა, რომელიც საერთოდ არ არის ფილმში. ანუ ეს არის ფილმი, რომელმაც გაათბო ადამიანის ნატკენი გულები, ხომ ასეა. თავარი პრინციპი რა იყო იავნანასი? რამ განსაზღვრა ფილმის სტილისტიკა? მე მგონი მაინც ეს იყო ჩაყვინთვა ბავშვობაში, აი ეს უნდა ყოფილიყო. რომ ყველა უნდა გახსენებოდა რაღაც არაჩვეულებრივი ბავშვობიდან. რაც იმდენად არაჩვეულებრივი შეიძლება არ არის, რამდენიც ჩვენ ვინახავთ ამასა რა. აი ეს ჩვენი დამოკიდებულება და ამიტომ ეს ყველაფერი ამაზე აიგო და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გაჭირებულ დროს ვიღებდით და ყველაზე ღარიბ დროს ვიღებდით, იმიტომ სტუდიაში აღარ იყო არაფერი. აი ეს რაღაც ძველი კოსტიუმები რაც არის ეს არის მეგონი დავით გურამიშვილიდან გამოტანილი და იქ რაღაცა გადაკეთებული. თავარია ალბათ იპოვნო პრინციპი და მე ყველანაირ გაჭირებაში ახერხებ რაღაცის გაკეთებას და პრინციპი იყო ეს რომ ნუ ფაქტიურად გიორგის ქონდა დავალება რომ სხივის ისტორია გადაეყო გიორგი ბერიძეს ნუ აი რაღაცა შოქის და ჩთილის და ეს სიმწვანის და ამ სიმწვანეში ამ თეთრებს ჩასმული არისტოკრატების რაღაც ლიბლები და აღმოჩნდა რომ ყველასთვის ძალიან ახლო იყო აი ეს ყველაფერი ყველასთვის ძალიან ძვირფასი და გარდა ამისა ხა ეს მოთხრობა ქრესტომატიული მოთხრობა ზიავნანამ რა ქნა ეს არის ფაქტურად აუცილებელი რამდენი წარვიცილებ ერთი საუკუნეა ეს მოთხრობა ყველა ბავშვის სასკოლო პროგრამაში არის არა ამიტომ ეს მოთხრობაც რაღაცა განაპირობებდა ამას და ალბათ მაინც ომმა ხაზი გაუსა გავკეთა კონტექსტი მძიმე კონტექსტი ჩარჩო აი ესეთი მძიმე ჩარჩო იყო და ამიტომ ეს კიდევ უფრო რაღაც ამოკიებდა ეს ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ბავშვობისადმი ფილმისთვის შექმნილ სიმღერაზე უკვე ისაუბრეთ ზემოთ, მაგრამ შესრულებაზე რომ მითხრათ. აი თამრიკო ჭოხონელიძე როგორ შეირჩა, იყო თუ არა სხვა ვარიანტი? იყო როგორ არა. ჩემში არ იყო, ეს იყო ჯანოში, ბატონ ჯანოში, მას უნდა რამდენიმე ვარიანტი ჩაწერა კიდევაც. ესე შევთანხმდით. მე ვთქვი, აღარა მე მინდა თამრიკო. არა, ჩავწერო და ჩაწერა. რამდენიმე მომღერალი მაგრამ მე არაფრით არ მინდა და ისინი მღეროდნენ სიმღერებს და თამრიკო არ მღეროდა ის რაღაცა სხვას აკეთებდა თამრიკო იყო გრძნობდა რაღაცა ამოთქმა იყო ლოცვასავით და ისინი მღეროდნენ კარგ სიმღერას რომელიც კარგავდა იმ წამსო იმ რაღაცა საოცარ ხიბს რაც იყო ორკესტრში რაც იყო მუსიკაში რაც იყო რიტმში და თამრიკო არ მღეროდა თამრიკო ამოთქვამდა არ ვიცი რა დავარქვა ეს მაგრამ ფაქტია რომ მარტო გალობდა ხო ალბათ გალობდა მატერიალიზაცია გავუკეთა იმ გრძნობას რაც აქვს ახალგაზრდა ქალს თავის პატარა შვილისადმი სხვათა შორის თამრიკომ ერთ-ერთში ძალიან დიდი მადლიერება გამოხატა და თქვა რომ ყველა დედის სათქმელი მემათქმევინეს ხო ამ სიმღერითო ხო იტვირთა ეს ჯვარი თამრიკო ჯანო კახიძის ნამღერი იავნანა გაქვთ შენახული როგორც მოვისმინე ერთ-ერთ ინტერვიუში ხო კი
ვიქ თეატრი არის. ეს არის თავის მხრივ გამორჩეული ძალიან რომ მომწონს ისეთი ფილმიც და ფრაზაც. ხო, ძალიან მრავლის თქმელია. სიკვდილის წინ იკითხა თურმე. ნეტავი იქ თეატრი არის. ნეტავი იქ თეატრი არის. ნეტავი იქ თეატრი არის. ფილმა რა მოიტანა? რა შეცვალა? რა შეცვალა? მე მგონი ძალიან გაახარა კახი ჯერთ. რაღაცნაირად კახი მალავდა თავის ბიოგრაფიას, იმიტომ რომ ეს იმ დროს გაიზარდა, როცა აი ასეთი ბიოგრაფია ითვლებოდა სირცხვილად. ხალხის ტრიშვილი იყო ფაქტიურად, ხო? და აი ამაზე ხმამაღლა ილაპარაკა და თან არაჩვეულებრივად ილაპარაკა. არაჩვეულებრივია კახი რაღაცა. მე თვითონ დავინახე რომ კახი იყო დიდი კომედიური და დიდი ტრაგიკული. და ამ დროს ძალიან უბრალო. და ძალიან უბრალო. და ძალიან დიდი პროფესიონალი. და თავდადებული საქმისთვის. და საერთოდ ვაჟკაცობის განსახიერება. იმიტომ რომ რა მახსოვს რომ რაღაცა ბევრ ადგილას ვანახებთ, სადაც კახიც იყო. და მახსოვს როგორი რაღაც სხვანაირი განცდა ჰქონდათ ფილმზე ახალგაზრდა კაცებს. აი კახი რომ ესეთი იყო, აი ესე შეძლო შეყვარება და აი ესე ეტარებინა ეს სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე ბელას გულისხმობ. ეს ამ ბიჭებზე მომნუსხველად მოქმედებდა. თან კახი რომელიც იყო განსახიერება ვაჟკაცობის, ძალის, ხმაურის, რაღაცა ქართული იუმორის და აი ასეთი სინაზე და ასეთი ერთგულება. ეს მახსოვს რომ თამბეჭდილება იყო. მინდა საერთოდ მიხვდნენ რომ ეს რაღაცა განსაკუთრებული არის ქალის სიყვარული. დაავიწყდათ უკვე. ერთხელ კითხეს რა არის სიყვარულიო, დიდი პაუზის მერე უპასუხა თავგანწირვა. აი, ხო. ხო, მისთვის ეს იყო. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? იქ არის თეატრი? აუცილებლად. აბა რა აზრი აქვს ჩვენ ცხოვრებას იქ თუ არ არის თეატრი? თეატრში უნდა წავიდნენ იქაც. აუცილებლად არის თეატრი და მე მგონი ეს შინაგან ყველას გვჯერა ჩვენ. კი. ამიტომ ეს ფრაზა ტყუისი არ თქვა აკაკი ვასაძემ რომ იქ ნეტავი იქ არის თეატრი. ეიმედებოდა რომ იქაც იქნებოდა თეატრი. ხო. თქვენი ბოლო ფილმი იარე ლიზა. ესეთი რეაქცია იყო ამ ფილმზე ისეთი რომ სად იყავით აი ესეთი რეაქციისთვის? იცი რა არის როგორ მოხდა რომ რეაქცია იყო ამავდროულად არაჩვეულებრივი. უბრალოდ ის ვისაც ქონდა არაჩვეულებრივი რეაქცია ისინი მოდიოდნენ ამას გვიყვებოდნენ და აი რაც დაფიქსირდა ის იყო რაღაცა კამპანია იყო ამ ფილმის წინააღმდეგ ეს ვიცინამდევად. მაგრამ ველოდი რასაკვირველია ველოდი რომ ეს იქნებოდა ну, რთული მისაღები ეს ფილმი. მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი, აუცილებლად. და მგონია რომ ეს თანდათან მაინც ეს განცდა ჩვენში შემოვა და ამ განცდას იცი რაღაცა დაფიქრების, გადააზრების, ანალიზის ჩვენ ხო არა გვაქვს ეს უნარი ისტორიის გადააზრების, საკუთარი შეცდომების ნახვის, გამოსწორების, რაღაცის სწავლის და წინ წასვლის და ეს არის ალბათ უკან რაც უკან გვხევს. ამიტომ ველოდი რომ იქნებოდა მძიმე რეაქციაც, თუმცა კამპანიას არ ველოდი, ესე ანგაჟირებულ კამპანიას, ეს უბრალოდ ამდენი არ ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი არის. მაგრამ ისე ველოდი,
და არ მეშინოდა ამისი, და არც ახლა არ მეშინია. იმიტომ თავარია ჩვენ შევხედოთ ჩვენს თავს, დავუსვათ ჩვენ თავს დიაგნოზი და მე ვამკურნალოთ ჩვენ თავს. პრინციპში აი ხა რაც ხდება, ეს არის იმის გაგრძელება. ამიტომ აღმოჩნდა რომ ყველაფერი შესაძლებელი არის. სულ რამდენი წელი გავიდა 2-3 ხო ფილმის გამოსვლიდან და ახალი სახე დავინახეთ საქართველოსი, რომელიც არ ვიცოდით ჩვენ და არ ვიცნობდით მას. გაგვეპარა. აი ეს მხეცი გაგვეპარა, რომელიც თურმე აი აქ სადღაც ღონიერდება და რაღაცას ჭამს და დიდი ხდება და ლამისა მოგვერიოს, ხო? ესე აღმოჩნდა. თავარი კრიტიკის საგანი თემა იყო ბოდიში. ბოდიშის მოხდა, ხო? ხო. რა სამარცხვინოა რა. როდესაც შენ ვიღაცას ატკინე, იმანაც გატკინა, იმანაც მოგიხადა ბოდიში და შენ გერიდება რომ შენც მოუხადო. მე მგონი ძალიან სამარცხვინო არის. და მით უმეტეს იმ ადამიანებთან ვისთან ერთად იცხოვრე და იცხოვრო კიდე თუ აპირებ რომ ის იყოს შენი სამშობლო. თუ არ აპირებ, ეს კიდე უარესი ტრაგედია არის, რომ ის აღარ არის შენი სამშობლო და ის ადამიანები, ის მეზობლები, ვისაც ერთად ესეთი გაჭირვება დაგემართა და ესეთი სირცხვილი. ხო სირცხვილი როცა ერთმანეთს ეომებიან მეზობლებია რა. რასაკურველეს იყო კი მესმის ინსპირირებული რუსების მიერ და კარგად ჩაწყობილი და აგერ ყველაფერში ვხედავთ ამას. თავად რამდენად შეგიძლიათ ბოდიშის მოხდა? იცი თუ მივხვდიო დამნაშავება ძალიან ადვილია, ძალიან. მე მგონი ყველასთვის ადვილია თუ დაუშვირო ხარ, მაგრამ რო არ უშვებ ეგ არ იცოდი. ხო. რო ვერ უშვებ ეგ არის პრობლემა. ყოველთვის მართალი ხარ ყველაფერში, ტრაგედია არის. დღეს რამე რისკებთან არის დაკავშირებული, თქვა აი რეჟისორს მოუნდა რაღაცის გაკეთება. აი რეჟისორობა, რამდენად აი ამ ქვეყანას გულისხმობ, აი რა რისკებთან არის. თუნდაც მაგალითად არ დაგაბრალონ, რომ პოლიტიკური კუთვნილება გაქვს რაღაცა, ან რაღაცას ვიღაც იმას წარმოადგენ, აკავშირებ რაღაცას, აი რამდენად იცი რა, უკვე რისკი მოხდა იმ ხრივ, რომ არნახული რაღაცა მოხდა, რომ ბათუმის თეატრში სპექტაკლი აკრძალეს, ხო? ეს საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა. ვიკას სირაძეს უნდოდა არყვარეს აკრძალვა, ხო, ასეთი ჭორები იყო და ვერ აკრძალა. არ აკრძალა. ეს დაუშვებელი იყო, აი იმ წლებში ეს იყო დაახლოებით ალბათ 70-იანი წლები და საოცარი სპექტაკლი იყო ფორმით, სათქმელით. და რაღაცა აი რევოლუციური ის იყო სპექტაკლი, სრულიად უცებ გადაატრიალა ყოფილი. ვერ აკრძალეს, არ აკრძალეს და აი ხა არც ვიცი ვიღაცა რაღაცა გვარია იმ თეატრის დირექტორის, რომელსაც შეეშინდა. და შეიძლება სპექტაკლი, რომელიც არავის არ ენახა, ნუ რაღაცა პატარა ჯგუფი ნახა, ისეთი ატყდა. ატყდა ამბავი და კარგი ის იყო ეს კაკო ბაქრაძის სიტყვა, ციდამტკაველი გონება აქვს. აი რაღაცა ციდამტკაველა პატარა ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდეთ ახლა ჩვენ უცებ. ცენზურა ძალიან გააქტიურებულია. ხო. ხო და გონიათ რომ ცენზურით შეიძლება რამე შეაკავო. როგორ შეიძლება ახლა ცენზურა რამეზე იმოქმედოს? ქვეყანაში აი განვითარებული მოვლენები თეატრმა უფრო მტკივნეულად მიიღო და თეატრალების ხმა უფრო ისმოდა ვიდრე კინოსი არა? კი, როგორ არა? რატო? იცი რა, უფრო კი არ ისმოდა, უფრო ჩანდა. იმიტომ რომ კინო მიხოს რომ ბოიკოტში არის 450 კინემატოგრაფისტი და იმ წამს რაღაცა იყო მანიფესტაციები და გამოსვლები. თეატრი სულად სხვა არის. თეატრი არის მსახიობი, რომელიც იცის მაყურებელმა, რომელიც არის საყვარელი მაყურებლისთვის. და მით უმეტეს, როდესაც აი ესეთი საყვარელი თეატრი როგორც იყო დათო დოიაშვილის თეატრი და მისი ერთ-ერთი ვარსკვლავების ის არის რაღაც თანავარსკვლავები არიან ეს ყველანი მსახიობები არის საოცარი ადამიანები. როდესაც ერთზე, ორზე მოხდა და მთელი თეატრი ყალხზე დადგა და გამოვიდა ქუჩაში, ეს სულად ახალი სათქმელი იყო რა, ძალიან თეატრალური ცხოთა შორის. და ეს ძალიან მოედო სხვა თეატრებსაც გავიფიცეთ ნახევარი მსახიობები აღარ იყო სპექტაკლები გაჩერდა აი რაღაცა კი ნამდვილად იყო და ეს სწორედ თეატრის ბუნება ეს არის მე მგონი იმიტომ რომ ეს არის დასი რომელსაც ყავს ხელმძღვანელი და რომელსაც ყავს საყვარელი მსახიობები რომელსაც ყველა იცნობს ანუ თეატრი ზუსტად ეს არის კინო მაინც
კინემატოგრაფისტი არის ყველა ცალ-ცალკე არის, სხვა ტიპის მუშაობა არის. აქ დიდ დასთან გაქვს საქმე, რომელიც ერთი სუნთქვარი თუ კარგი რეჟისორია, ის დასი არის ერთი სხეული, დიდი. შეკრული, ხო? ერთი შეკრული სხეული. ამიტომ ის ფეთქვა ახლა დათომ გააკეთა მე ხო დოიაშვილს ამბავი რომ აი ესე დონეზე აიყვანა უსამართლო დაჭერილი მსახიობის ამბავი მოედო ფაქტობრივად მთელ ევროპას, რომ ევროპის აკადემია იხვეწებოდა, რომ ეს ადამიანი გაანთავისუფლეთო. დღეს რა არის თქვენი სათქმელი? არ ვიცი ხა ეს იმდენი რაღაცა ხდება, რომ ძართულია ხა ერთი სიტყვით სათქმელის თქმა. მაშინ ასე ვიკითხავ, დღეს ვიზე ან რაზე გადაიღებდით ფილმს? იცი რა არის უცნაური? მე ვფიქრობ, რომ რაღაცა უნდა მოიბრძენოს ფორმა, როგორ ხდება ეხლა ჩვენს თვალწინ თამაშდება მითოლოგიური სიუჟეტები და ჩვენ ამას ვერ ხვდებით. აი ჩვენ ახლა ვართ რაღაცა უცნაური რეალობა გვაქვს, როცა ჩვენ ვიცით რა ხდება. ამას ვხედავთ, იმიტომ რომ წარსულმა გვიკარნახა რა ხდება. მაგრამ თან არის მითოლოგიური, და პირდაპირ ბოროტება თავის ფორმებს იძენს და სიკეთეც თავის ფორმებს იძენს. და ეს არის რაღაცა ძველი მითოსი, რომელიც ისევ თავიდან, აი რატო ვთქვი, რომ როგორ ჭამს ქრონოსი თავის შვილებს, ხო? მოკლედ ვართ ახლა რაღაცა ძალიან ესქატოლოგიურ მომენტში. და ალბათ ეს უნდა დავინახოთ და შეიძლება მაშინ უფრო ადვილი იყოს ჩვენთვის გამკლავება. რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ყოფითი ბრძოლა, ეს არის რაღაცა დიდი ესეთი მეტაფიზიკური ბრძოლა არის ბოროტსა და კეთილს შორის და უნდა ვეცადოთ რომ კეთილმა გაუძლოს და არ გაბოროტდეს და ბოროტიც იქნებ გადავარჩინოთ რომ სულ არ ჩაენთხვას ამ რაღაცა წყვლიანში და უკუნეთში. იქნებ ესეც გადასარჩენია. და ეს კეთილიც გადასარჩენია რომ მანაც არ იცვალოს სახე ამდენი ზეწოლისგან და არ გაბოროტდეს. ძალიან რთული ის არის. ისე მთელი თქვენი შემოქმედება არის რაღაცასთან დაპირისპირება, თავისუფლების ძიება. აი სად იპოვეთ თავისუფლება, ან სად უნდა ეძებოს ადამიანმა? თავისუფლება ალბათ არ არის გარე პროცესია რა, სინამდვილეში. შიგნით არის. ხო, იმიტომ რომ ახლა უკვე ყველამ გავიგეთ რომ ის ბიჭები იმ ციხეში უფრო თავისუფლები და ლაღები არიან, ვიდრე ჩვენ აქეთკენ, ხო? იმათმა ეს რაღაცა გააცნობიერეს და ჩვენც მათთან ერთად. ამიტომ თავისუფლება არის კიდე რაღაცა პროცესი, რომელიც ერთი წამი არ გაძლევს მოსვენებას. ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები და არა თავაშვებულები, ხო? და თან თავისუფლები რისთვის? და თავისუფალი რისგან? და თავისუფალი როგორ? რაში პოვებ თავისუფლებას? თქვენ პირადად. ძალიან რთული კითხვა. მოდით ნუ გავცენ პაუზს. მოდი ყველა მიფიქროს ჩვენთან ერთად. არა? კარგი. გულისხმობთ რომ მუსიკას არ გაყევით. იცი რა შეესაქმე? თავისუფლებაზე გამახსენდა ახლა რომ მუსიკა იმდენ რაღაცას გაძლევს და მე მომცა თავის დროზე, რომ ჩემი გაყოლა არ გაყოლა არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მუსიკასთან ურთიერთობამ ბევრი რამე მასწავლა რომ მუსიკა არ ცოცხალი არსება და ის არის ძალიან იდუმალი არსება. და ამიტომ არაფერს არ ვნანობ. რაც მე მივიღე მუსიკისგან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თანამედროვე საქართველოს რომელ ეპოქაზე გადაიღებდით ფილმს? დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიას გულისხმობ? იცი მე ვფიქრობ, რომ მაინც გადასაღები არის იმაზე 18-21 წელზე მაინც გადასაღებია რაღაცა სერიოზული, თითქოს ეგ გვაკლია. რაღაცა შემოვიდეს ეს ჩვენ ცხოვრებაში. აი ეს მათი ფიქრები, მათი იმედები, მათი დაპირისპირება. და ეს საერთოდ ისტორიის ცოდნა ძალიან გვაკლია და ეს ძალიან საინტერესო პერიოდი არის. რაღაც ერთი პერიოდი ვფიქრობდი რომ მარო მაყაშვილზე, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მასალას უნდა ხეკმად მოწება, არ ვიცი. მაგრამ ეს საინტერესო პერიოდი. ძალიან ხო. ხო, ეს 3 წელი. დაველოდები დიდი სიამოვნებით. მეც. რა არის ჩვენი მთავარი დანაშაული? რასაც ვიმკით დღეს? და არა მხოლოდ დღეს. არაჩვეულებად აქვს ნათქვამი ნიკო ნიკოლაძეს 3 ასე ვთქვათ ტრიადა აუცილებელი, რაც ქართულს უნდა და აკლია. ეს არის შრომა, განათლება და პასუხისმგებლობა. აი ჩვენ ახლა მე ვჭი მაგრამ მთავრობას არც ერთი არ აქვს, არც შრომა,
განათლება აქვთ, მაგრამ სხვაგან არიან განათლებულები. სხვა მხარეს წავიდა ესგან და პასუხისგებლობა საერთოდ პასუხისგებლობა არის ყველაზე, რა ვიცი, დიდი ადამიანის ყველაზე დიდი მოვალეობა ალბათ არა, რომ იყოს პასუხისგებელი. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გვაკლია. შრომაც ძალიან გვაკლია. განათლება შეიძლება მეტნაკლებად ვიღაცებს აქვთ. მაგრამ ეს ერთად კიდე სხვა რაღაცა არის. თუ ხასიათზე დავდექ. ახლა მუშაობთ რამეზე? ეხლა ვამთავრებ დოკუმენტურ ფილმს. გურჯი არის ესეთი გურჯი ამაშუკელი, რომელიც არის წასული საქართველოდან 50 წლის წინ, არაჩვეულებრივი ოქრომჭედელი, რომელიც გახდა საფრანგეთის ერთ-ერთი დიდი ხელოვანი. მისი ნაწარმოებები არის შარტრში, ნოტრ-დამში, ვატიკანში და რაღაც დაახლოებით 30-მდე საფრანგეთის ეკლესიაში და იტალიის ეკლესიაში. ეს არის ეკლესიის რიტუალური ჭურჭლის შემოქმედი და აგრეთვე საწინამძღვრო ჯვრების. საოცარი ხელოვანი არის და აი მასე ვამთავრებ ახლა ფილმს. მაყურებელი როდის ნახავს? ალბათ, რა ვიცი, იქითკენ ალბათ, შემოდგომისკენ ალბათ. ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნოა და ეხლა ფინალისკენ მინდა წავიდეთ და ერთ ასეთ შეკითხვას დავსვამ. რომ გქონდეთ შესაძლებლობა დღეს კიდევ ერთხელ მონანიება თავიდან შექმნათ. რას შეცვლიდით, რას დაამატებდით? არაფერი, მე მგონი ყველაზე მთავარი ფრაზა რაც გაიჟღერებს, მარადიულია რომ ეს გზა ადრესკენ მიგვიყვანს და აი ეს არის ფაქტურად ყველაფრის ბოლო და დასაწყისი. დასაწყისი და ბოლო. ამიტომ თავი აღზაზე დავდგეთ. თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი, მაინც რა არის? ალბათ ყოველთვის არის რაღაცა წინ. აუცილებლად წინ. ყოველთვის ელოდები მთავარს აი სადღაც იქ. თუმცა შეიძლება გვერდზე იყოს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. საინტერესო საუბრისთვის. ეჭვი არ მეპარებოდა. მადლობა რომ ჩემი გადაცემის სტუმარი იყავით. წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა და წარმატება. დიდ გეგმებს და ყველაფრის ასრულებას. მაყურებელს უსურვებ რომ ბევრი კარგი ფილმი ნახოს თქვენი მომავალში. და შევახსენებ, ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ნანა ჯანელიძე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობები დროებით.